საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანახმა აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზა გაიხსნა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ერევანში ვიზიტის დროს განაცხადა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით სარკინიგზო ხაზის მუშაობა სწრაფად აღდგება, თუ კი სამი ქვეყნის პოლიტიკური ნება იქნება. ვფიქრობ, რკინიგზის აღდგენა შესაძლებელია. შესაძლოა უფრო მეტიც გაკეთდეს. ჩვენ ორ ქვეყანას საქართველოსა და სომხეთს შორის პრობლემა ურთიერთობებში არ არის, მაგრამ თქვენ იცით, რომ რუსეთთან დიდი პრობლემა ჰქონდა და ეს პრობლემა რჩება. ჩვენ ვიმედოვნებთ და ვცდილობთ მოვუგვაროთ პრობლემები რუსეთთან. ყველაზე ღრმა პრობლემაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს მალე ვერ მოხდება, მაგრამ რკინიგზის აღდგენა შესაძლებელია და რაც შეიძლება სწრაფად, თუ კი იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება. საქართველო თავის მხრივ ზადყოფნას გამოთქვამს, მაგრამ არის რუსული მხარე. ჩვენ არ გვაქვს სახარბიელო ურთიერთობები მოძმე აფხაზებთან. საჭიროა ყველა მხარემ გამოთქვას მზადყოფნა. ჩვენი მხრიდან ეს მზაობა არის, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. რა თქმა უნდა, საქართველოს მხარესთან ეს საკითხი განიხილებოდა. ჩვენის მხრივ გამოვხატეთ პოზიცია, რომ გავაძლიერებთ ძალის ხმევას, რომ რკინიგზა აღდგეს. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე გადაწყდეს. ჩვენ გვექნება აქტიური პოზიცია, რათა ეს საკითხი მოგვარდეს. заинтересованы в том, чтобы этот вопрос был